სალამი. არ ყოფილა დიდი ხანია არც ეთერში, არც საერთოდ ქუჩაში. და მინდა რომ დღეს რაღაცა განაცხადები გავაკეთოთ, რაღაცაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ ვუყურებ 10 დღეა, 10 დღე გადამულად არ წოლილ ვარ, მე მგონი ბავშვობის მერე, მაგრამ ესე მოხდა. გადაბმულად ვუყურებ იმას, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და უნდა ვთქვა, რომ უმურტლესი ამბავია. უმურტლესი ამბავია ეგეთი ჭაობი და გოიმობა, რაც ეხლა არის ქართული პოლიტიკა, მე არასოდეს არ მინახავს არსად. შევარდნაძე ამ ყველაფრის ფონზე ჩანს გრანდიოზულად და არასოდეს არ მეგონა ჩემს ცხოვრებაში თუ ოდესმე დაუბრუნდებოდით იმ ეპოქას, სადაც ფონი არის იმდენად ცუდი, რომ შევარდნაძე ჩანს გრანდიოზულად და შევარდნაძე ჩანს გრანდიოზულად. რა ლაპარაკობდა საქართველოს მთავრობა? რა ტექსტები გამოსდიოდათ პირიდან იუსტიციის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, საერთოდ აი საოცარი პრემიერ-მინისტრი ყავს პროსტა. საოცარი ადამიანის გარეგნობაზეც კი რო აღარ არის უკვე სირცხვილი ლაპარაკი ამისი თავისუფლად შეიძლება უკვე, იმიტომ რომ გარეგნობითაც კი აჩვენებს რომ იდიოტია. ქცევაზე მაქვს ლაპარაკი, აი გარეგნული თვისებებითაც კი იდიოტია. ადამიანი იქცევა როგორც სრული უმწიფარი იდიოტი, შემოულაწუნე ნატრის ხიდან, ოფიციალურად. ინგლისური აქვს ცუდი, პროფესიონალიზმი რაში აქვს არავინ არ იცის. რამდენი წლისაა, საიდან მოვიდა, ვისთან არის, კატასტროფაა ჩვეულებრივი პრემიერ-მინისტრი საქართველოსი. არის სირცხვილი ეროვნული მასშტაბის. ეგეთი ბანძი პრემიერი არასოდეს არ ყოლია. ბანძი ჩვეულებრივად. ფადიასლისის წავიკითხე, რომ კარგად გადასარევი პრემიერი ყავს. ფადი, მე არ ვიცი შენ რომელი პრემიერებს რა ნიშნით არჩევ, თუ იმ ნიშნით რომ გელაპარაკებიან და გამარჯვებას გეუბნებიან და ამიტომ არიან გადასარევები. მაშინ არ ვიცი, შეიძლება გადასარევი ყავს, მაგრამ ეგეთი ბანძი, რასაც ახლა ვუყურებ მე პრემიერს, არაკვალიფიციური. არც ერთ ენაზე ნორმალურად მოლაპარაკე, რუსული არ მომისმენია, მაგრამ ვის რა სჭირდება. კონფერენციაზე ვიყავი, დავიწვი სირცხვილით, რომ ჩემ ქვეყანას წარმოადგენდა. ქონდა, ლაივები ინგლისურადად გამოსვლა. მე იქვე იყო გიგაბოკერია და სალომე სამადაშვილი და ჩამორეცხეს, ამოვისუნთქე ჩვეულებრივად. ინგლისურად როგორ ლაპარაკობ, შეიძლება ადამიანს საერთოდ არ იცოდეს ინგლისური, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი 21 საუკუნეში, როცა პრემიერი გამოდის საერთაშორისო კონფერენციაზე. მინიმალური სტანდარტია, რომ როგორი ინგლისურს თავი დავანებოთ, ან როგორი ინგლისური აქვს, ან რას ლაპარაკობდა საერთოდ ხალხო, წარმოუდგენელია და აი ესეთი ხალხი არის დღეს მთავრობაში. არ მაინტერესებს საერთოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არ ვუყურებ სიტყვაზე, ხო? ეს კონტექსტი გადავდოთ 5 წამით. ესენი ვინ არიან? ესენი როგორ უნდა წარმოადგენენ ჩემი შვილების ინტერესს სადმე? აი ესეთი ფარჩაკობა პროსტა. ეგეთი ფარჩაკობა მე არ მინახა, არ ვიცი, ავად რო ვიყავი და დაბმული ვიყავი, ამანი მოქმედა თუ რა, აი დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ ქვეყანაში არის კანალიზაცია ჩვეულებრივი. კანალიზაცია სალომეს რასვეთში ზურაბიშვილის ტერმინი რო გამოვიყენო, კანალიზაცია. სალომე ზურაბიშვილის საერთოდ ცალკე მოვლენაა, განზე მდგომი ამ ყველაფრისგან. განზე მდგომი, აი წარმოუდგენელი შუბაში ჩაცმული ნავტალინიანი ქალი. იდიოტი, არაფრის მცოდნე. და ეხლა მის ინტერვიუს ინგა გრიგოლიასთან სერიოზულად უნდა უსმინოთ. არ ვერაფრით ვერ უსმინე ინგასთან ბოდიში, იმიტომ რომ იყო კატასტროფა ჩვეულებრივი. რაზე ლაპარაკობდა, ვინ ლაპარაკობდა? პრემიერის ინტერვიუ შეიძლება ვანო შოუს დონის ჩართვის იყოს პრეზიდენტის ინტერვიუ. ესეთი უვიცი. ვინ თქვა საერთოდ რომ ამ ქალმა რამე იცის ქვეყნიერების ზურგზე? ანუ რაც კი ეჭვი გქონდა რაღაც რომ იცის სადღაც პარიზიდან ჩამოვიდა თუ რაღაც, აი ეგეც ჩვენი ბანძობა საზოგადოების და ფარჩაკობა, რომ პარიზიდან რო ჩამოვიდა, ამიტომ სვეტია თუ დოლ. ჩვეულებრივი დებილია ყველაფერში. არა, გამოვშდა, ესე რადიკალურად ვილაპარაკებ, აწი მე გადავწყვიტე რომ
რადიკალური შეფასებები უკვე საჭიროა, იმიტომ რომ აყაროლდა ყველაფერი ძალიან დიდი ბოდიში, გამწარებული ვარ ნამდვილად, ჩემ ქვეყანაზეა ლაპარაკი უკაცრავად. და ეს ვინმე სახლობანას რო თამაშობს აქ და ამ დროს ქვეყანას ბოდიში და დედა მოეთყნა, ეს მაწუხებს და დედა მოეთყნა ოღონ ქვეყანას. ვაღიაროთ პირდაპირ. არც ოპოზიცია მოახდინა რაიმენაირი შტაბეჭდილება. ეხლა ის ოპოზიცია, რომელსაც მე პარლამენტში მაგალითად ვუყურე, ეგეთი ოპოზიცია მე როგორც მინისტრს ვერაფრით ვერ შემაშინებს. აი ვერაფრით, საერთოდ. ანგარიშსაც არ გავუწევ. და მინისტრი ყოფილ ვარ ეხლა ნამდვილად. არ არის პირველი ჩემ შემთხვევაში, ხო? ანგარიშსაც არ გავუწევ, არასერიოზულია. ამდენი რომან გოცირიძის ამდენი ხუმრობა არასერიოზულია. ბოდიშ ბატონო რომან მიყვარხართ, მაგრამ არასერიოზულია. რაში მაინტერესებს, რატო ღლით ჩემს ინტერესს ყურებს, პატივს რატო არ მცემთ და რას და ხუმრობთ რა არის სახუმარო წულუკიანის ჰააგასთან მიმართებით, რა სამინისტროს დავარქვა თეა. რა ძაღლები არ ესალმებიან კვაჭანტირაძეს, ვინ არის საერთოდ კვაჭანტირაძე, რატო იღლით პირს და რატო გვართმევთ დროს ამ სისულელეზე ლაპარაკით. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? რისთვის აგირჩიეთ? რატო მოგეცით მე ხმა მაგალითად იმ ოპოზიციას, რომელსაც მივეცი, რომ ეს ვისმინო? არ არის მეგობრებო ესე, ან საზოგადოება გამოფხიზლდება და იტყვის, რომ ესე არ შეიძლება გაგრძელება, ან საზოგადოება ვერასდროს ვერ გამოფხიზლდება, იმიტომ რომ არის ტერმინალურ სტადიაში უკვე კვდება. არ არის ეგრე რომ ვიმე აღამ ახმათხანს გადავრჩით და გავა 20 წელი ბოლო და რაღაცა გამოჩა. არ არის ეგრე, 21 საუკუნეა, რუსეთი ყავს გვერდით, მას აქვს თავისი ამოცანები. უნდა ვცეთ პატივი რუსეთის ამოცანებს, ძალიან დიდი ბოდიში. პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ რომ ეს არის მისი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ დედა მოუტყნას ირგვლივ ყველას. პატივი ვცეთ რა თვალსაზრისით, ვაღიაროთ რომ ესეთი ამოცანები ამ ქვეყანას აქვს. და ლეგიტიმურია მისი თვალთახედვით. თუ არ არის ლეგიტიმური და მოუტყნა აგერ ყველას დედა ირგვლივ, ხო? ამას ეს თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად იგივე ვითარებაში ვართ, რომ დედა უნდა მოგვიტყნას რუსეთმა. მაშინ მოგვიტყნავს დედას და დამთავრდება საქართველო, მეგობრებო. ეგრე მთავრდება ქვეყნები, საქართველოს დიდი ქვეყნები დამთავრებულან. ისტორიულ რაკურსში ის რაც ხდება, არაფერი არ არის საერთოდ. ჩვენ ვიკითხოთ და ჩვენმა შვილებმა. ისტორიას ფეხებზე კიდია ახლა საქართველო იქნება რუსეთის პროვინცია თუ იქნება ნორმალური დამოუკიდებელი ქვეყანა. ისტორიულ ჭრილში ეს არის ყლეობა. არ აინტერესებს ეს ისტორიას. ეს უნდა გვაინტერესებს ჩვენ. და რაში გვეტყობა რომ გვაინტერესებს? უმაკვდაობაში, იმაში რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს და თუნდაც ასეთი ოპოზიცია. რომ ეს ნორმალურია? რომ ამაზე პროტესტი არ გვიჩნდება, პროტესტი თავი ურტყათ კედლებს კი არ არის მარტოაც. პროტესტი არის რომ მოვითხოვე არჩევნები წავედი და შევცვალე ხელისუფლება. ეს ბოლომდე ველოდე ხელისუფლების შეცვლას ელოდეთ მეგობრებო, ელოდეთ. ოღონ ჩემ ფეხებს შეცვლით 2020 წლის ბოლოს და საერთოდ ჩემ ფეხებს შეცვლით ესეთი მიმართებით. რუსთავი ორი რო არსებობს და რო გაჩვენებთ, გონიათ რომ რაღაცა მოქმედებს და ფეთქავს. მართლა ზოგჯერ მეჩვენება რომ მართლა ხო არ ჯობია რომ ჩაქრეს ეს რუსთავი ორი და იქნება მიხვდეთ რომ არაფერი არ ფეთქავს, რუსთავი ორი იბრძვის. და ის რო იბრძვის თქვენ რა შუაში ხართ მეგობრებო, თქვენ ის რო ფეთქავს, თქვენთან არა აკავშირია, თქვენ რა გააკეთეთ? არაფერი, რო გაუჭირდა ფულიც არ გადაურიცხეთ, ლარი. ამ რუსთავი ორს. კითხვა არა გაქვთ. აი ის რაც ფეთქავს და გაინტერესებთ, რის ხარჯზე მუშაობს, რატო უჭირ? არა, უყურებთ უბრალოდ და გონიათ რომ მოცემულობა თქვენს დაიმსახურეთ. არა, მეგობრებო, კი არა, დაიმსახურეთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, არაფერს არ დაიმსახურეთ. თუ დამსახურებაზეა ლაპარაკი, იცით, როგორც ამბობდნენ ჩინელები, მართველის და საზოგადოების შესახებ. მას ისეთი ყავს, როგორცაც იმსახურებს. აი ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. და დღეს აუცილებლად ღამე ამაზე ვილაპარაკებთ მე და ეკა, მე არ ვიცი ეკა ჯერ რა განწყობაზეა, ეხლა მივდივარ სამსახურში 10 დღე არ ყოფილა, 2 ერთერი არ ვიყავი, ვიწექი და თვალყურს ვადევნებდი ქართულ პოლიტიკას, რომელიც არის ნამდვილად კატასტროფული ხაბდაუბდათ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ პირველად ვლაპარაკობ, თან ხმა მქონდა სრულიად წასული და ვცდილობ, ასე ვთქვათ, დავალაგო ჩემი პრიორიტეტები, მაგრამ მძიმე ეთერი იქნება პირობას ვდებ, იმიტომ რომ მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში ძალიან. და მძიმე
ბევრჯერ ყოფილა აი ეკონომიკურად რთულია თუ კი არა ბანძი სიტუაცია აი სოფლის ბოლო ვართ რაც არ უნდა დააბრალო ხა ნაცებს სოფლის ბოლო არასოდეს არ ყოფილვართ მათ დროს არასდროს ეხა ვართ სოფლის ბოლო აი უბანძესი სოფლის ბოლო ბანძი ხელისუფლებით გოიმი მინისტრებით არაფრის მცოდნე და რაც თავია მტრულად მოქმედი რუსი კაცით სათავეში მტრულად მოქმედი რუსი კაცით სათავეში წერტილი ამას მეტი რა უნდა მოგივიდეთ რა უნდა მოგვივიდეს ახლა მეც მივაკუთვნებ თქვენთან ზოგადად თქვენზე ბევრი ვიბრძოლე ნამდვილად ამიტომ ვერ მივიღებ იმას რომ შენც არა მეც არა მე თქვენზე მეტი გავაკეთე ჩემმა ჟურნალისტებმა თქვენზე მეტი გააკეთეს თქვენ მარტო უყურებთ და ოხრავთ და ნუ ხა იოხრეთ მაშინ იოხრეთ ახლა სანამ არ მოგწინდებათ ეგრე იქნება რომ ოხრა რომ ამე შველოდეს ხო და ვიტყვი თუ არა ეთერში ყლეობაა ეს ყველაფერი თქო ეგ არ გადამიწყვეტია ჯერ ვფიქრობ რა ვიცი ერთხელ მინდა ძალიან რომ კვესტაძემ თქვას თავის ინიციატივით რომ ყლეობაა მართალი ხარ ნიკა ეს ყველაფერი არ ამბობს ეგეც ყლეობაა სხვათა შორის რომ არ ამბობს იმიტომ რომ აი რაღაცა არის საჭირო ამ ნარატივის გასარღვევად იმიტომ რომ წკიპზეა ეს ყველაფერი ეს დედამოტყნულები არიან წკიპზე და გამბედაობა კეთილგონიერება და პატრიოტიზმი არის საჭირო და ფორმა ამისთვის მოსანახი რომ მოიტყნას ეს ყველაფერი ბოლო-ბოლო და გააჯვან და აღარ ვიყოთ სოფლის ბოლო და ვიღარე ამ ყანაში ცხოვრებით ძალიან დიდი ბოდიშო ყანა ეხლა რაც ამათმა საქართველოსგან გააკეთეს არის ყანა აი სულის შემხუთავი ყანა აი ამ ფორმით მოუტყნეს დედა ქვეყანას აი გააბანძეს რაზე ლაპარაკობენ პარლამენტში რაზე ლაპარაკობენ მინისტრები ვინ არის ოლიგარქი და უკითხავი უცოდინარი კრეტინი ვინ არის პრემიერი ღმერთო დიდებულო საოცრება ჩვეულებრივი ბოდიში მარა რანაირია ოპოზიცია სხვათა შორის სვეტი ყრილობა გქონდათ ნაცებს ოჩახ მე მომეწონა მაინც ეგენი არიან საბოლოო ჯამში რა არა ანუ ჩემთვის ნაცებია პირდაპირ უნდა ვთქვა რა ხმაც მიცემულება არის პლატფორმა ამათ შესაძლებლად აი დალჩა ფეხებზე მკიდია რა მე როგორც უნდა ისე მოხდეს რა აი ნაცები ჩემთვის არის პლატფორმა ამათ შესაძლებლად რა ვერ ვხედავ რომ სხვა შეცვლის და ჩემზე უკეთესად არ ვიცი ვინმე თუ ხედავს არავინ გარწმუნებთ მე ეგრე უყურებ ნაცებს თქვენ როგორ რომ ესე იგი რაღაცა ვაშენებ თუ არა აბსოლუტურად გამოყენებითად უყურებ ამოცანა ჩემთვის არის სრულიად გასაგები რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ეს არის კატასტროფა რაც ხდება და სოფლის ბოლო და ნაცებს უყურებ სრულიად გამოყენებითი მიმართებით რა გონია რომ მაინც ეგენი არიან მთავარი პლატფორმა ამათ შესაძლებლად ევსაკების და ალასანიების გაერთიანება cool კარგი იყო ჩემი აზრით თუ კიდე გაგრძელდება ეს კონცენტრაცია მაგრამ ეს არ არის საკმარისი რა ნაცები არის მთავარი მოცემულობა შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ სხვებმა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ნაცებთან ერთად არის ასე ვთქვათ საპარლამენტო ცხოვრების აიშივა ბოდიში თქვენთან ეს არის საპარლამენტო ცხოვრების უცნაურობა სხვათა შორის რომ ისეთი უმრავლესობა შეიძლება მოვიდეს რომ ყველაზე მეტი ვინც მიიღო ხმა ის არ იყოს მაგალითად პრემიერი და ასე იყოს რაც გინდა ის ფეხებზე მკიდია ოღონდ ესენი წავიდნენ და მე ნორმალურმა წერა-კითხვის მცოდნე მოდასავლურე ქართველებმა დაინაწილონ ხელისუფლება დამსახურებისამებრ და პოლიტიკური წონისამებრ ფეხებზე მკიდია დანარჩენი სხვა აი ეს არის ჩემი პირადი ამოცანა ჩემი პირადი მე არ ვლაპარაკობ ახლა რუსთავი 2-ზე რუსთავი 2-ის ედიტორიალი ისეთია როგორც არის მას ბევრი ადამიანი განსაზღვრავს ჩემი ჩათვლით მაგრამ არა მხოლოდ მე ჩემი ამოცანა არის რომ
ეს ყველაფერი შეიცვალოს. იმიტომ რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს არის ქვეყნის დასასრული გაბანძება და გარუსეთება. გარუსეთება ხო ყველაზე მეტი გაბანძება ის სიბანძე არის რუსეთი. ამაზე მეტი სიბანძე არ არსებობს, ხო? მე-19 საუკუნეშიც გაგვაბანძა, მე-18 საუკუნეშიც რატო ვართ მექრთამეები? იმიტომ რომ ჩვენი მექრთამეები ვართ, რა თქმა უნდა, ამის ამოშანთვა ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ფსიქოლოგიიდან, ხო? იმიტომ რომ ჩვენი კლასი სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბდა რუსეთის ხელში. ამიტომ ისეთი სახელმწიფო აპარატი ყავს, როგორიც ყავს. რატომ არ ვიცით ვაჭრობა და კომერცია? იმიტომ რომ ბურჟუაზია არ გაგვივლია, საერთოდ ფეოდალური წყობილებიდან გადავედით სოციალიზმში. იმიტომ რომ რუსეთს არ ყავდა თვითონ ბურჟუაზია. დამპყრობელშიც არ გაგვიმართლა ეს დედამოწყნული. უნგრეთში წადით და ნახეთ რა გააკეთეს გამოყლებული უნგრეთისგან ავსტრიელებმა. და ჩვენგან რა გააკეთეს რუსებმა შეადარეთ. აი, დამპყრობელში მაინც უნდა გაგიმართლოს, არ გაგვიმართლა. მაგრამ ეხლა უკვე იქითკენ მივდივართ, რომ მერწმენა მიღმავდება, რომ საკუთარ თავში არ გაგვიმართლა უბრალოდ. საკუთარ თავში არ გაგვიმართლა, რომ ეს ნაგავი რაც ირგვლივ ხდება, უბრალოდ არ გვაწუხებს. შეურაცხყოფას არ გვაყენებს ის როჟები, რომელიც კიდია ეკრანზე და ლაპარაკობს ჩვენი ქვეყნის სახელით. აი ეს რანაირად შეიძლება ხდებოდეს? ეს როგორ შეიძლება არ იყოს შეურაცხყოფელი? არის. და ეს თუ არ შევცვალეთ, რაც შეიძლება მალე. აი ეს როჟები იქნებიან ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ ვიცი ვინ ვიქნებით და სად. წარმატებას გისურვებთ და მოიპოვეთ დღეს საღამოს ჩვენთან ერთად თავისუფლება. მე მგონი კარგი ეთერი იქნება. ნახოთ მოკლედ.